No segment of democratic practices in ძვირფასო კოლეგებო, თანამედროვე საქართველოში არ არსებობს სფერო, რომელიც არ არის მოქცეული წნეხის ქვეშ. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ ცალკეულ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვას. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ საქართველოს ოდესღაც რეგიონში ყველაზე პერსპექტიული მდგომარეობა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით. თუმცა ახლა ის მიღებული კანონმდებლობის გამო აღმოჩნდა გაქრობის ზღვარზე. კანონმდებლობა კი ორგანიზაციებს განიხილავს როგორც უცხოეთის აგენტების საქმიანობას. ამას გარდა 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ დააკვირდებიან სამოქალაქო ორგანიზაციები, პირველ რიგში ეს დაკავშირებულია უდიდეს ზეწოლასთან, რომლის ქვეშაც ისინი ექცევიან. მეორე მხრივ ეუთო ოდირმა მოწვევა მიიღოს საკმაოდ დაგვიანებით, რამაც ორგანიზაციას უარი ათქმევინა დაკვირვებოდა კენჭისყრის პროცესს. საქართველოში დემოკრატიული ცხოვრების კიდევ ერთი ელემენტი ეს არის ჟურნალისტები და თავისუფალი პრესა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჟურნალისტების თავისუფლება შელახულია და ვაკვირდებით, როგორ ესხმიან თავს მედიის წარმომადგენლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ზია ამაღლობელი ჯერ კიდევ იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო. დღეისათვის სამოქალაქო საზოგადოების 60-ზე მეტი ორგანიზაცია თავდასხმის ქვეშაა მოქცეული და საფრთხე ემუქრება მათ საბანკო ანგარიშებს. ამჯერად ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლის ფაქტის კონსტატაცია. En janvier 2025, notre assemblée avait décidé de suspendre certains 2025 წლის იანვარში ჩვენმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ქართულ დელეგაციას ზოგიერთი უფლება შეუზღუდოს. გვინდოდა საქართველოსთვის მკაფიო გზავნილი გქონოდა და გამოგვეხატა ღრმა შეშფოთება პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მას შემდეგ საქართველო კიდევ უფრო დაშორდა ჩვენი ორგანიზაციის სტანდარტებს, დემონსტრაციების ჩახშობითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებით. საქართველოს რევოლუციურ პარტიას სურს კონსტიტუციურ დონეზე აკრძალოს ძირითადი ოპოზიციური პარტიები. ამას გარდა მან განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო მოლაპარაკებებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს რუსეთთან დაახლოებას. მიუხედავად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ევროპული მისწრაფებებისა, საქართველო მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს დიქტატურის პირობებში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. The situation in Georgia is deeply alarming. საქართველოში არსებული ვითარება ღრმად საგანგაშოა. პოლიტიკური ჩაგრა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, არ არის ევროპული გზა. ეს უბრალოდ ქართული კოშმარია, რომელიც აშკარად კრემლის საშინელებათა წიგნიდან არის შთაგონებული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი ერთის გარდა თვითნებურად დააკავეს და დააპატიმრეს, თაღლითი ლიდერის ივანიშვილის მხრიდან ჩვენ ვხედავთ სისასტიკესა და ავტორიტარიზმს. საქართველოს მოსახლეობამ, ყველა ასაკის ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. მათ სურთ იყვნენ ევროპელები, რადგან ისინი ევროპელები არიან. ევროპის საბჭომ და საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაიცვან ისინი და მათი უფლებები.